ჩვენი მთავრობა თურმე აპირებს გამოიძიოს ცხინვალში ეგრეთ წოდებული ოსურ გენოციდი აპირებს გამოიძიოს მაგალითად აფხაზი ბანდიტის ბუთბას სიცოცხლისთვის გამოსალმება. ამავე დროს იგივე ინტეგრაციის მინისტრი ამბობს, რომ დადგინდა ზუსტად, რომ გაგრის სტადიონზე ქართველების თავებით არ ეთამაშოდნენ თურმე აფხაზები ფეხბურთს. ესე იგი მთავარი ის, რაზეც ჩვენ იდგა ჩვენი ერთელი დროის ჩვენი სამართლებრივი პრეტენზიები. აღმოჩნდა, რომ ისინი არაფერს არ აკეთებდნენ, ჩვენ დავიდინეთ დანაშაულებანი. ამასობაში რუსეთი ჩადის კუბაში და აპატია 30 მილიარდიანი ვალი და ერთ-ერთ პირობა დაუდო აფხაზის და სამხრეთ ოსეთის აღიარება და ამის დიდი საფრთხე არსებობს. და მე რამდენიც ვიცი ამ საუბრების დროს კუბელებს უთხრეს თქვენ რას ნერვიულობთ კაცო თვითონ აფხაზები საქართველები ამბობენ რომ პრინციპში ზერავდი არ არის აღიარების თვითონ პირდაპირ რომ ხარებად მოიხსენებენ მათ ლავროვი ჩავიდა აფრიკაში მოიარა თელი აფრიკა და უთხრა მე სიამოვნებით ქართველებიც არ არიან ამის წინააღმდეგ და ჩვენ მაგერ გაზრდით ფულს და კრედიტებს აღიარეთ ჩვენ კბილებით გვეჭირა ეს არ აღიარების პოლიტიკა ეს არის საქართველოსთვის კატასტროფიული შედეგების მომტანი რამ და როცა ასეთ განცხადებას აკეთებს შენი რეინტეგრაციის მინისტრი, მე იმ კუბელ დიპლომატს, რომელიმე აფრიკელ დიპლომატს, სიტყვაზე რესპუბლიკა ბოტსვანიდან, ნებისმიერიდან ხარ მინდა რომელიმე კონკრეტულად არ ვიცი სად არის ამის საფრთხე ხა, იმიტომ რომ ინფორმაცია შედარებნაკლებად მოდის. უჩნდება განცდა რომ ხო მართლაც ალბათ ქართველების ბრალია ყველაფერი. თან თვითონ ქართველები ამბობენ რომ აფხაზებს თურმე რაც დააბრალეს ეს არაფერი ტყუილი ყოფილა ყველაფერი. და მოდი ესეთ რამეს კი არ უნდა ვიძახოდეთ ჩვენ ახლა უნდა ვიჯდეთ ერთად და ერთად ჩვენ გაუზიარებთ თელ ინფორმაციას რაც ვიცით და ყველა ერთად უნდა მუშაობდეთ იმაზე რომ არ მოხდეს ლეგალიზაცია ოკუპაციის ყველა ერთად უნდა მუშაობდეთ იმაზე რომ აღარავინ აღარ დახოცოს ჩვენი მოქალაქეები იქითა ტერიტორიებიდან